მოგესალმებით მეგობრებო, დასრულდა 2025 წლის UFC-ს ბოლო ივენთი და ამ ივენტზე მინდა ვისაუბროთ, რა თქმა უნდა, ყველაზე მეტ დროს დავუთმოთ გიგა ჯიგაძის ბრძოლას, თუმცა იყო იქ რამოდენიმე ბრძოლაც, და რამოდენიმე მებრძოლიც, რომელზეც ღირს ყურადღების გამახვილება. მთელი ივენთის განხილვით და ყველა ბრძოლის განხილვით, რა თქმა უნდა, თავს არ შეგაწევთ, ვინაიდან ბევრი ისეთი ბრძოლა იყო, ბევრი დებიუტანტი იყო, საკმაოდ ისეთი ნოუნეიმები ეგრეთ წოდებული და ბუნებრივია ყველა ბრძოლა მასიურად ყოველ შემთხვევაში ქართულ მაყურებელს არ აინტერესებდა. რა იყო ჩემთვის პირადად საინტერესო, ძალიან მომეწონა სტივენ ასპუნდის, ასე ვთქვათ, შემომატება UFC-ს როსტერში. რა თქმა უნდა, მე არ გავცემ რაღაც მაზარ ავანსებს ამ ბრძოლზე და რაღაც დიდი მიზნების ის ბრძოლებს მეთქი, აბა ძალიან ნაადრევია საუბარი, მაგრამ ზოგადად ძალიან საინტერესო ბრძოლია, კარგი თვისებები აქვს პირველ რიგში ხასიათის კუთხით და ფიქრობ საკმაოდ გაახალისებს ძიმე წოდის დივიზიონს, რომელიც მოდი ვაღიაროთ, რომ გარკვეულწილად მეტნაკლებად მაინც ცოტა არ იყოს და კრიზისულია. და ბევრად საინტერესო შეიძლება გახდეს მძიმე წოდის ბრძოლები, განსაკუთრებით, დაუშვათ არაელიტური მებრძოლები, როცა იბრძვიან. ვფიქრობ, სტივენ ასპუნდი ძალიან ბევრ ქართს გაალამაზებს თავისი ამ საინტერესო მებრძოლი ხასიათით და ან თავის პიროვნული თვისებებით. ბრძოლა მასა და შონ შარაპს შორის მართლა ზღაპრული იყო და აბსოლუტურად დამსახურებულადაც შეფასდა როგორც საღამოს საუკეთესო ბრძოლა. შემდეგი პერსონაჟი, ვინც მინდა გამოვყო ბუშინდელ ივენტზე, ეს არის რა თქმა უნდა იაროსლავ ამოსოვი, რომლის გამოჩენა საერთოდ ძალიან გამიხარდა UFC-ში მისი გამოჩენა. ეს არის ბელატორის დომინანტი ჩემპიონი ერთდროს, ერთადერთი მარცხი აქვს იაროსლავ ამოსოვს, მაგრამ ის მარცხიც კევინ ჯექსონთან, როდესაც მან ბელატორის კამარი დაკარგა, შედგა, ფაქტიურად პირდაპირ ფრონტიდან წამოიყვანეს იაროსლავ ამოსოვი, ხა თუ მაინც ვიტყვი რომ ამოსოვი მას შემდეგ რაც გასაგები ყველასთვის ნაცნობი მოვლენები დაიწყო უკრაინაში, მაშინ წავიდა უშუალოდ ფრონტზე, თან უბრალოდ ჯარში კი არ წავიდა, პირდაპირ ავტომატით ხაში წინა ხაზზე იბრძოდა და ფაქტობრივად იქიდან იყო წამოსული, სახეზეც ეთყობოდა რომ იყო ძალიან დასტრესილი, ბუნებრივია ომიდან, ომი დასტრესავს ადამიანს, თუნდაც ასეთ მებრძოლს როგორც ამოსოვია, ბუნებრივია და ფაქტობრივად პირდაპირ ფრონტის ხაზიდან იყო მოსული და საერთოდ არ გავდა თავის თავს იქ ამოსოვი. მე დარწმუნებული ვარ კევინ ჯექსონს, სადაც დაიჭერს, სადაც შეხვდება იქ მოუგებს იაროსლავ ამოსოვი, თუმცა იმ ბრძოლაში ასე მოხდა, მან დაკარგა კამარი. შემდეგ სხვაჩოს ეს ბრძოლა მოიგო კეიჯ ფიურიში, თავის სტილში, თავის შოუს სტილში და ძალიან მაინტერესებდა მისი ასე ვთქვათ პერფორმანსი. მეტოქეც ყავდა ძალიან კარგი იმ ხრივ, რომ ნილ მაგნი არის ზუსტად ეგეთი მეტოქე, რომელსაც ასე ვთქვათ არა ტოპ ან ტოპ მებრძოლები უგებენ, მაგრამ ვინც დაუშვათ არ არის ამ ტოპ მებრძოლობისთვის მზად, იმათ როგორც წესი უგებს მარტივად ნილ მაგნი და ჩვენი ტესტი გამოვიდა და ჩააბარა ეს ტესტი, მოდი ვთქვათ, იაროსლავ ამოსოვმა ძალიან მარტივად პირველ რაუნდში 3.14 წამში თავის საყვარელი ლეთით ანაკონდას მარყულში, რომელსაც იდეალურად აკეთებს, ალბათ საუკეთესო საერთოდ MMA-ის სამყაროში. დაასაბმითა და გამარჯვება მოიპოვა, ძალიან ეფექტური. და იქვე სხვაჩოს კითხვაზე, ბისპინგის კითხვაზე თუ რა იყო მისთვის მისი მიზანი აქ მოსვლის, გაეცინა. რა ცხადია რაც იყო, ხა ეს ასეთ დომინანტი ჩემპიონი იყო, საკმაოდ სოლიდურ ორგანიზაციაში, ბუნებრივია აქ უბრალოდ დროის გასატარებლად არ მოსული და ცხადია. გამრისთვის არის მოსული, ეს არც დაუმალავს იაროსლავ ამოსოვს და აქ მინდა გავამახვილო ყურადღება ერთ რამეს. ეს არის შეეხსენეთ არის ქვესაშუალო წონა, ეგრეთ წოდებული ველტერი. შეეხსენეთ აქ ვინ არის ჩემპიონი, უბრალოდ შეეხსენეთ რომელი ქვეყნის წარმომადგენელია ჩემპიონი და რა დამოკიდებულება აქვს ერთმანეთთან იაროსლავ ამოსოვის ქვეყანას და ისლამ მახაჩევის ქვეყანას. დედამისად, მე ვფიქრობ, რომ ამოსოვის მოსვლის მიზეზი და ერთ-ერთი მოტივაცია და ერთ-ერთი მიზანი არის ის, რომ შეხვდეს ისლამ მახაჩევს იქიდან გამომდინარე, რომ ვიცნობ ამოსოვი რა ხასიათისა და ვიცი მისი დამოკიდებულება ზოგადად ამ კონფლიქტის მიმართ. ის არის ძალიან ისეთი პატრიოტი უკრაინელი, ასე ვთქვათ რა, ის უკრაინელი ცხოვრების სხვადასხვანაირია, ზოგი ლოიალურია, ზოგი მაინც ამოსოვი არის ძალიან პატრიოტი უკრაინელი. წარმოიდგინეთ, კაცი მსოფლიოს ჩემპიონი იყო, ბელატორის ჩემპიონი იყო და პირდაპირ ავტომატი აიღო და ფრონტის ხაზზე წავიდა. კი, დაუძალებია ვინმე ეს პირდაპირ თავის ინიციატივით. ვფიქრობ, ამოსოვს
ძალიან უნდა შეხვდეს ისლამ მახაჩევს, ბუნებრივია მე აქ არ ვიძახი, რომ გამოსავალი მოუგებს მახაჩევს და ფავორიტი იქნება თქო, მას არ ვიძახი, მაგრამ თვითონ ის ფაქტი, რომ ეს ბრძოლა შეიძლება შედგეს ან რაღაც დონეზე იყოს საუბარი ამ ბრძოლაზე, დამეთანხმებით ალბათ, რომ სერიოზული ინტრიგაა და UFC-ისთვის ერთ-ერთი რაღაცა შეიძლება ის ბრილიანტი იყოს, რომლითაც UFC ძალიან ბევრ ბენეფიტს იღებს ხოლმე უშუალოდ ბრძოლების, კონკრეტულად ბრძოლების და matchmaking-ის გულისხმობ ბუნებრივია. რა თქმა უნდა, იქამდე საკმაოდ შორია ამოსოვი ჯერ ისლამ მახაჩევთან არავინ მიუშვებს. თუმცა უნდა ვთქვათ, რომ მაგნის დამარცხების შემდეგ ისლამ იაროსლავ ამოსოვს შესაძლოა ერთი ტოპ-10-დან აუცილებლად შეახვედრებენ ჩემი აზრით, არ მგონია რომ ახლა უკვე რაღაცა კიდე რაღაც ტესტები ჩაუტარონ და ტოპ-10-ის ერთ-ერთი წარმომადგენლის დამარცხების შემთხვევაში უკვე გააჩნია ვის დაამარცხებს. მაგრამ შეიძლება უკვე კონდეს პრეტენზია სატიტულო ბრძოლაზე, სალკე თემა რამდენად დახვდება იქ მახაჩევი და მოკლედ შედგება თუ არა მას ეს სალკე თემა, მე ვფიქრობ, რომ მოტივაცია ამოსოვის, სავარაუდოდ ერთ-ერთი მოტივაცია არის ეს. და ზოგადად კიდევ მეგობრებთან გავდიოდი ამ თემასთან, მე რომ დავფიქრეთ, ხა ქვესაშუალო წონა, რომელიც საკმაოდ რამოდენიმე წლის წინ იყო საკმაოდ კრიზისული და სულ იმას ვამბობდით, რომ არ უნდა იყოს ეს წონა კრიზისული, პირიქით ტრადიციულად ეს წონა არის ყოველთვის ვარსკვლავებით სავსე. და მართლა სასწაულად დაიხუძლა ვარსკვლავებით, ჯერ ვიცით, რომ ტოპ-10-ში ფაქტიურად ხელწამოსაკრავი არავინ არ არის, აი მოდი ვაღიაროთ, რომ ჩემპიონი არის ისლამ მახაჩევი, ხო? ხა ცოტა ხანში დავუშვათ იანგარი რო გახდეს ჩემპიონი, ხა დიდად არავის არ გაუკვირდება. ან იგივე შავკატ რახმონოვი რო გახდეს, ხო, ჩემპიონი, ხა საკმაოდ მალე, ესეც არავის არ გაუკვირდება, ხო? მაგრამ ამად გარდაც, ხა პრინციპში კი ჯერჯერობით ალბათ საკმაოდ შორს არიან ამ მიზნისგან, იგივე მაიკ მორალესი, კარლოს პრატეში, ან თუნდაც შონ ბრეიდი, რომელიც წააგო ძალიან დროს, ხო? მაგრამ თუნდაც ხა ერთ ორ წელიწადში რო გახდეს, რომ ვინმე ამათგან ვიღაცა შეიძლება გაუკვირდეს, მაგრამ რაღაცა ისეთი სენსაციაც არ იქნება, ხო? და უცებ აი ამ დახუნძულ დივიზიონს კიდე და იაროსლავ ამოსოვი, რომელიც მართლა ძალიან კონკურენტული და ძალიან ძლიერი მებრძოლია. მოკლედ ძალიან საინტერესო ხდება ეს დივიზიონი და ასეც უნდა იყოს ეს დივიზიონი ყოველთვის გამოირჩეოდა ვარსკვლავების ვთქვათ სიმრავლით. კი ბატონო, პრინციპში პრელიმ კარტში მეტი ესეთ გამოსაყოფი ბრძოლა არ მაქვს და გადავედით მეინ კარტზე, მთავარ კარტზე, სადაც პირველ რიგში ვიზაც მინდა ვისაუბრო, ეს არის მარკუს ალმეიდა, რომელიც ძალიან მაღალი დონის და ძალიან ტიტულოვანი ჯიცერია, ბრაზილიური ჯიუ-ჯიტსუს მიმდევარი. ბაჭებს მე მინახავს მისი ბრძოლები MMA-ში, დიდი ხანი არ არის MMA-ში და UFC-ში მოსვლამდე ის გამოდიოდა One Championship-ში, რამდენიმე ბრძოლა მოიგო კიდეც, თუმცა თუ ნახავთ მის ბრძოლებს, მიხვდებით, რომ მე ყოველ შემთხვევაში მისი დიდი მომავლისა MMA-ში არ მჯეროდა. კი, რა თქმა უნდა, შეიძლება ვიღაცებმა შეიძლება ეს ბრძოლაც მოეგო. ხა მე ამას კი არ ვამბობ, რა კი ვერ მოიგო და ფრედამთავრდა. რომც მოეგო, მით უმეტეს ზეჩუკუ ხა სამისიონზე დაჭერადია, დაუჭერია და რატომაც არ დაეჭირა, ხო, ბუშეშას. თუმცა ის არ არის მთავარი. ზოგადად მის წინა ბრძოლებსაც თუ ნახავთ, მარკუს ალმეიდას პრობლემა ის არის, რომ მან ჩემი აზრით ყოველ შემთხვევაში რა თქმა უნდა უმაღლესი დონის ჯისერი იყო, მაგრამ აი ამ MMA-ში ვერ გადმოთარგმნა ეს თავისი ჯიუ-ჯიტსუ. ხა არაერთხელ გვიყვავს, რომ ნებისმიერი სხვა დისციპლინა რომ მოდის, აქ ყველა დისციპლინა გამოსადეგია, ხო, კრივი იქნება, ჭიდაობა იქნება, ჯიუ-ჯიტსუ იქნება, თუ რა არ აქვს მნიშვნელობა, კიკბოქსინგი თუ რა. თუმცა ეს მაინც საბოლოო ჯამში სხვა სპორტია MMA-ა და გარკვეული ადაპტაცია ამ დისციპლინებს ჭირდება თავისებური. ხო, აი ამის ყველაზე კარგი მაგალითი სხვაჩვენს არის ჩარლზ ოლივეირა. ოლივეირა, რა თქმა უნდა, ყველა მისის სასწაული ჯიცერია, მაგრამ მე გეტყვით, რომ ოლივეირა სასწაული ჯიცერია MMA-ში. ოლივეირა, აი ხა ბრაზილურ ჯიუ-ჯიტსუს ტურნირებში გაუშვათ, ხა თუ გონიათ, რომ იქ ყველას გადაულის და ყველას აჯობებს, ძალიან ცდები. ჯერთი ყოფილა კიდეც ოლივეირა და წაუგია კიდეც და არც ვარსკვლავები არ მოუწყვეტია. მე იმას კი ვამბობ, ცუდი იქნება, კარგი შედეგები იქნება, მაგრამ ნორმალური. ანუ მას ვერ იტყვი, რომ ოლივეირა არის მსოფლიოს საუკეთესო ჯიu-ჯიტსუ. ძალიან შორს არის მისგან ოლივეირა. მაგრამ მან მოახერხა ის, რომ ეს ბრაზილიური ჯიu-ჯიტსუ, რასაც მართლა ძალიან მაღალ დონეზე ფლობდა, საუკეთესოდ, ასე ვთქვათ, საუკეთესო მოდიფიკაცია გაუკეთა MMA-ისთვის ამას და MMA-ში ნამდვილად აქვს იმისი უფლება, რომ ვთქვათ, რომ აი MMA-ში საუკეთესო ჯიu-ჯიტსუ აქვს ჩარლზ ოლივეირას. მე არ ვამბობ, რომ ასია, შეიძლება ვინმე არ მეთანხმება და თulis რომ სხვა არის, სხვა უფრო იმსაკვირეს, მაგრამ ყოველ случае ამ აზრსაც აქვს არსებობის უფლება, ხო? ვინმე რო თქვას ეს არის აუ რა სიგიჟეს ამბობს, ხო?
ამას გულისხმობ, აი ეს არის ყველაზე კარგი მაგალითი. აქ რო გადმოგაქვს, აქ მაინც უნდა მოარგო ეს შენი დისციპლინა, არა აქ მნიშვნელობა, ჯიუ-ჯიტსუა, კრივი თუ სხვა რამე, აი ამ MMA-ის თამაშების წესებთან, ასე ვთქვათ, თავსებადი უნდა გახადო და აი მისი პირველი ბრძოლებიც რო ნახე, შეშასი ვერა რა, აი ისე ჯიუ-ჯიტსუს გამოდის MMA გალიაში და იდაობს ჯიუ-ჯიტსუს, ბრაზილიურ ჯიუ-ჯიტსუს შეიძლება იყოს რა. აი ოთუთ მე საბეჭდი მომჩება, ამიტომ დიდი მედი მისი ისეს არ მქონდა, თუმცა აქ ვფიქრობდი რომ შეიძლება მოიგო მას. ზეჩუკისთვის, იმიტომ რომ ზეჩუკუ დაჭერადია, წინა ბრძოლაც გახსოვთ ვალტერ ვოკემა დაიჭირა ფეხის კიდეზე და შესაძლოა ერთ-ერთი მიზეზი რატომაც შეურჩიეს მეტოქეთ ზეჩუკუს უბრალოდ ეს არის რომ ნუ რა თქმა უნდა ხა UFC-ს ეჩინა რომ ბუშესას მოუგო, იმიტომ რომ სახელია, სერიოზული სახელი თან ბრაზილიური ჯიუ-ჯიტსუსთან და რა თქმა უნდა კენდი ზეჩუკუ ნაკლებ საინტერესოა UFC-სთვის ვიდრე მარკუს ალმეიდას. ნუ ფრედ დასრულდა ხა ვერ ვიტყვით რომ მისთვის კატასტროფა მოხდა, თუმცა მის პერსპექტივებს MMA-ში რაღაც მაღალი მიზნებისთვის რომ იბრძოლოს ამას ვერ ხედავ. კი, რა თქმა უნდა შეიძლება რაღაცები მოიგოს, რაღაცა დაიჭიროს ამის. თუმცა ვფიქრობ ზოგადად მარკუს ალმეიდა იმასთან ახლოსაც ვერ მივა ისეთ წარმატებებთან, როგორიც ჰქონდა ბრაზილიურ ჯიუ-ჯიტსუსში. მე ვფიქრობ აქ ტოპ მებრძოლობაც არ უწერია ბჭყალებში, რო ვთქვათ მარკუს ალმეიდას. შემდეგი ბრძოლა იყო, ხო, მელკიზელ კოსტამ გათიშა მორგან შარი ამ ბრძოლაზე არ ვისაუბრებ, გარდა იმისა, რომ ფანტასტიკური ნოკაუტი შემოგთავაზა ბრაზილიელმა, საერთოდ ბრაზილიელი ძალიან სანახაობრივი მებრძოლია და ნუ ყოველთვის ჩოუსტეპს და არის არ გამკვირვებიათ, თორემ ამ ბრძოლაში ველოდით, რომ რაღაცა ძალიან ლამაზი მოხდებოდა, იმიტომ რომ მეტოქეც ისეთია, მორგან შარიეც ძალიან ეფექტური და სანახაობრივი მებრძოლია. არაგილადავთ მე ვიხლებოდი იმისკენ რომ კოსტას ვფიქრობდი უფრო რომ მოიგებდა, მე არ ვამბობ რომ რა თქმა ფავორიტად და გინდა თუ არა თავს არ ვდებდი, მაგრამ თუ ავარჩევდი აქ ფავორიტს ვფიქრობდი რომ უფრო მაინც კოსტა ძალიან სპეციფიკური და ბასრი მებრძოლია და საერთოდ მომწონს ეს მებრძოლი და ნახოთ როგორ განვითარდება მისი მოვლენები, აქვს მასაც სუსტი მხარეები რა თქმა უნდა, მაგრამ ის რომ აი ესეთი შოუები შეუძლია, კიდევ მოკლედ ბევრი ესეთ შოუს შემოგთავაზებს ბრაზილიელი. მომდევნო ბრძოლა იყო სეზარი ოლექსეიჩუკი, სეზარ ალმეიდას წინააღმდეგ. ნუ ამ ბრძოლაზე არ ვისაუბრებ არაფერს, გარდა იმისა, რომ კი, ცდილობენ რომ სეზარ ალმეიდას შეახვედრონ სტრაიკერები, სუისეთებისას მოუგოს და ცდილობენ ეს საერთოდ არ მიყვარს ესეთი მომენტები, რომ არ მოგატყუოთ აი ესე რომ ეხმარებიან, ზოგადად თან კარგი, ნუ რაღაცა მესმის რომ ეხმარები და ის მებრძოლიც ამას კარგად იყენებს და მესმის რომ შეიძლება კიდე დაიმსახუროს ასეთი რაღაცები, მაგრამ ნუ ხედავ რომ არ გამოდის ამ მებრძოლს. ხო, ეხლა რამდენჯერ უნდა გააწმილოს ეხლა ყველა სეზარ ალმეიდა. დაანებეთ, არ ყოფილა. თუმცა იგივე ფენომენთან გვაქვს საქმე, ძალიან მაღალი დონის კიკბოქსიორი გადმოვიდა, მაგრამ მან ისევ და ისევ MMA-ში ვერ გადმოთარგმნა, ვერ გაუკეთა ადაპტაცია თავის კიკბოქსის MMA-ში. ფაქტია, ხო? არიან მებრძოლები, რომელსაც გადმოიტანეს და გაუკეთეს ადაპტაცია, მაგალითად იგივე პერეირა. ნუ ალმეიდაც არ გამოვიდა. პერეირა სხვა შორის თუ ვინმე თulis რომ ახლა MMA-ში არის კიკბოქსიორი, ძალიან სწრაფი. პერეირა არის MMA-ის მებრძოლი. კი, თავარი არა, მისი არის კიკბოქსი სტრაიკინგი, მოდი ასე ვთქვათ, კიკბოქსინგის არა, მაგრამ პერეირა არის MMA-ის მებრძოლი. სეზარ ალმეიდა არის ჯერ კიდევ კიკბოქსიორი MMA-ში. MMA-შიც გადმოვიდა და ოღონდ კიკბოქსიორი. იგივე რაც შეგვიძლია ვთქვათ, რომ რაც თქვი მარკუს ალმეიდას, ის გადმოვიდა MMA-ში, მაგრამ ისევ ჯიცერია მხოლოდ და მხოლოდ. ეს არის და ეს. ხო, მეც იმ ბრძოლაზე არ გავჩერდები. მოდი თანამთავარ ბრძოლას ბოლოს ვისაუბრებ იაჭიკაძეზე. მანამდე შევეხოთ თავარ ბრძოლას, რომელშიც მანუელ კაპემ ძალიან მალე პირველ რაუნდში გათიშა ბრენდონ როივალი, ერთი მხრივ ვებსალად გაუკვირდა, რომ როივალი კარგი ახალია, ტოპ მებრძოლია, მაგრამ გასაკვირი არ იყო რა, მის უყურა იგივე ჩვენს Fight Night Live-ს და ისედაც, ნუ, ვიღაც საუბრებს ხშირად მეგობრები თანხმდებით ერთამეში, რომ თუ ბრძოლა გაიჭიმებოდა ბოლო რაუნდებამდე, იქ უკვე ბრენდონ როივალი ბოლო რაუნდებში უპირატესობა ექნებოდა ბრენდონ როივალს, მაგრამ მისი მთავარი პრობლემა იყო ის, რომ მას ძალიან გაუჭირდება სავარაუდოდ პირველ რაუნდებში. პირველ რაუნდებში თუ დამთავრდებოდა ბრძოლა, იქ გამარჯვებული უნდა ყოფილიყო აუცილებლად მანუელ კაპე. თუ გადაიტანდა ამას როივალი ისე რომ, ნუ ჯერეთი არ გაითიშებოდა, არ დაფინიშდებოდა და თან ძალიან დიდ ზიანს არ მიიღებდა, გვიან რაუნდებში აუცილებლად ეხნებოდა როივალს უპირატესობა, თუმცა როგორც, ნუ, უფრო მოსალოდნელი იყო ძალიან დამაზიანებელმა მანუელ კაპემ, რომელიც მართლა ძალიან დამაზიანებელია, ძალიან უხეში და ხისტია. ბრენდონ როივალი პირველივე რაუნდში არათუ დააზიანა, საერთოდ გათიშა ძალიან ბრუტალურად და უნდა ვთქვათ ზოგადად, რომ მანუელ კაპე
ჩემი აზრით დიდი ხანია თან ამას ვიძახი მანელ კაპე არის ძალიან მაღალი დონის მებრძოლი ძალიან მაღალ საჩემპიონო დონის მებრძოლია მანელ კაპეს პრობლემა ის არის რომ აი დისციპლინას დავარქვათ თუ რა დავარქვათ ამას მაგრამ ის რომ აი მე ძალიან ხშირად აქ წონის პრობლემა ძალიან ხშირად ხდება მისი ბრძოლების ჩაშლა მისი მიზეზიდან ეს მიზეზი რომ არ იყოს რომ არ არსებობდეს მანელ კაპე მე ვფიქრობ რომ საკმაოდ კარგა ხნის წინ ყოველ შემთხვევაში სატიტულო ბრძოლებსაც მიიღებდა და ალბათ არაერთსაც ხო მოდი გადავხედოთ მის მეტოქეებს ხო აი ნახეთ არ შეხვედრია მანელ კაპე არც იმას ბრენდონ მორენოს არც დეივისონ ფიგუერედოს ეხლა მე მაგალითად ვერ ხვდები თუ რომ შეხვედროდა მანელ კაპე დეივისონ ფიგუერედოს აუცილებლად რატო წააგე მე საერთოდ არ გამიკვირდებოდა რომ არ წაიგო. იგივე ბრენდონ მორენოსთან. მე ვფიქრობ ბრენდონ მორენოსთვის ძალიან ცუდი და უხერხული მეტოქია მანელ კაპე და ზოგადად ყველასთვის. კიდევ ერთხელ საჩემპიონო ამ დივიზიონში და თქმა უნდა საჩემპიონო მასალა მგონია მე მანელ კაპე ეს ახალი არ არის ჩემთვის. გუშინ არ გავიგე. მე სულ ასე ვთვლი. უბრალოდ აი მისი ხასიათიდან გამომდინარე ხასიათიდან არა ოკტაგონზე ხასიათს გული ისე პიროვნების ხასი მისი თვისებებიდან გამომდინარე ძალიან არასტაბილური ტიპია და თავის თავს უქმნის ეს პრობლემას პირველ რიგში. ხო, აქამდეც უნდა ქონოდა საჩემპიონო ბრძოლა. პრინციპში უნდა ვთქვათ, რომ მანელ კაპეს აი ეს გაბწყინება ძალიან კარგია ამ დივიზიონისთვის, იმიტომ რომ აქ უკვე თითქოს ჩამოყალიბდა პანტოჟა, თქმა უნდა პანტოჟას წაგებას ეს იყო უბედური შემთხვევა და პანტოჟას არავისაც ჩამოუწერია, ისევ თამაშია. ალესანდრო პანტოჟა, თქმა უნდა, იქ გამოჩნდა ტაცურო ტაირა, იქ მოვიდა ისინი იაპონიიდან ჩამოვიდა ჰორიგუჩი, მოკლედ ძალიან დაიძაბა ვითარება და ვფიქრობ აი ამ ტრიოს და ტრიოსი არა ხო, ტრიოს რა ჩემპიონი არ გამოტოვოთ, ეხლა ისე გახდა თუ ასე გახდა ჩემპიონი არის იანი რა ვანი და ვენი და შესაბამისად ვენიც ამ 4-ეული ვთქვათ, ამ 4-ულს უნდა დავამატოთ მანელ კაპეც, იმიტომ რომ ამ 5 მებრძოლს შორის გათამაშება უახლოეს პერიოდში კამარი შეიძლება გადავიდე გადმოვიდეს. აქ იტარიალებს კამარი. ხაჭირა ბრენდონ როივალს ძალიან მაღალი დონის მებრძოლია ბრენდონ როივალი, მაგრამ ვფიქრობ რომ აი ყველა ჩამოთვლილთან შედარებით, ნუ მაინც მას მოკლედ მე ვერ ხედავ აქ ჩემპიონად, რა თქმა უნდა, ჩემპიონად ვერ ხედავ, მასე იმასაც ვერ ხედავდი ვენს და ნახეთ რა მოხდა. ხო, ასე შეიძლება გახდეს ყველა, მაგრამ ნუ ყოველ შემთხვევაში ობიექტურად ვფიქრობ რომ პანტოჟა, ტაირა, ჰორიგუჩი და მანელ კაპე ეს არის 4 ფიქრობ ყველაზე ძლიერი მებრძოლი ამ დივიზიონში მაპატიოს რა თქმა უნდა ჯოშუა ვენმა ნუ ჩემპიონია მაგრამ რა ვთქვა ჩემი აზრი ასეთია მოკლედ დაველოდოთ 2026 წელს როგორ განვითარდება მოვლენები კიდევ ერთ დივიზიონში რომელიც ხაჭუს ნახეთ მეაქციად ყვება ველტერი ძალიან ასე ვთქვათ გამოსწორდა დივიზიონი რომელიც რამდენიმე წლის ძალიან კრიზისული იყო ბევრი ვაკრიტიკეთ ჩვენ flyweight-ი ანუ უმსუბუქესი წონა და უნდა ვაღიაროთ რომ აქაც საკმაოდ კარგი ისტორიები გველოდება ჩვენ 2026 წელს. გადავედით ჩვენთვის თავარი ბრძოლაზე რომელიც იყო და ნუ რომელიც მოდი ვაღიაროთ არ დამთავრდა ისე როგორც გვინდოდა. საუბარია გიგა ჭიკაძის დაპირისპირებაზე კევინ ვალეხოსთან. ვინც ნახა ჩემი წინასწარი მოკლე ვიდეო რომელიც უშუალოდ მხოლოდ ამ ბრძოლას დაუთმე ვსაუბრობდი რომ სტილისტურად და სტილები ქნია ბრძოლას ხო ეს ჩემი მოგონილი არ არის გიგათ ალბათ ეს ფრაზა სტილისტურად გიგასთვის საკმაოდ ხელსაყრელი მებრძოლი იყო კევინ ვალეხოსი და პრინციპში ბრძოლის სვლელობამ თუ აი ფინიშს არ ჩავთვლით ეს დაადასტურა კიდეც გიგა ბევრად მაღალი გიგა ძალიან უყვარს დისტანციიდან მუშაობა ეს ყველა მიცით მას ყავდა მეტოქე კევინ ვალეხოსის სახით რომელიც ძალიან ჩამოუვარდებოდა მას წვდომში სიმაღლეშისაც წვდომშიც პლუს იყო სუფთა მოკრივე თან ისეთი აი ცოტა ფთოფურია სტილის მოკრივე რომელიც ეძებს ახლო დისტანციას და კიდევ ერთხელ გავიმეორებ გიგას ძალიან კარგად ეხერხება დისტანციის დაჭერა განსაკუთრებით მებრძოლებთან ვისაც წვდომში უგებს პლუს ვალეხოსი იყო რა არის ორთოდოქსი დგომის და ვალეხოსი არის ვისაც დგომში მან არიცის რაც დგომში ბრძოლა შეიძლება მარცხენა ხელში კარგი დარტყმა ქონდეს და მარცხენა ხელით გათიშოს ხაჭურის სპინინგ ბეფისტი მარცხენათი მოარტყა გიგას მაგრამ დგომში ხელის სიზნე ერთია და დგომი მეორეა საცია დგომში ვალეხოსი ვერ დგას და ეს ძალიან კარგი იყო გიგას სიმპტომ გიგას თავარი ერთ-ერთი თავარი
იარაღი, მარცხენა ბოდიქიკი მუშაობს სწორედ ორთოდოქსი დგომის მებრძოლებთან საცებთან არ მუშაობს. და იმუშავა კიდე. ყველაფერმა, აი რაც ახლა ვისაუბრე, ყველაფერმა იმუშავა. ხო, პირველი რაუნდი პიც მინდა და მოუგო. გიგავ სხვადასხვა საჯების ჩახედო, ჩანაფიქრის. საჯები რა გვინდა ჩვენს დავინახეთ, ხო, ბაშკარად მოუგო და სამივე საჯს 10-9 გიგას ასარგებლოთ ეწერა პირველ რაუნდში. მეორე რაუნდის ნუ ცოტა ხანი იყო, მაგრამ რაც იყო ის წუთნახევარი, ნუ კიდევ უფრო მეტი, აი წუთნახევარში კიდევ უფრო მეტი დომინაცია იყო გიგასგან, ვალეხოზე ვინაიდან ვალეხოზე დაზიანებული იყო, გვიცში მოარტყა ის თავის ბოდიქიკი გიგამ პირველ რაუნდში და დაუზიანა. ნუ იგი გიგას გონდა ზიანი, მაგრამ ის ზიანი არაფერი არ იყო რა, ის და საჯის არაფერს არ ჩათვლა, იმიტომ რომ ყველამ დაინახა იქ რომ სხვადასხვა სადაც გაუსკდა კანი წვივზე, გიგას იქ მთელი ძალა დარტყმისა იქ არც მოხვედრია, უფრო ზემოთ მოხდა მუხტთან. მოდი რაღაცნაირად აკლიფა იმ ფეხმა თუ რა მოხდა არ ვიცი, მოკლედ კი გაუსკდა კანი წვივზე გიგას, მაგრამ ეს არ იყო ესეთ რაღაცა ზიანი და ზიანად დიდ ზიანად არც აუთვლიდნენ. მოკლედ აშკარად იგებდა გიგა საკმარის იყო ასე ერთადერთი რაც უნდა ითქვა და ამაზე ვისაუბრეთ ხო წინა ბრძოლის წინა ვიდეოში რომ გიგა არ უნდა მოხდეს ზურგით გალიასთან ახლა არ უნდა მიებჯინოს არ უნდა მიიმწყდიოს გიგა გალიასთან ზურგით ვალეხოსმა სადაც უკვე ვალეხოსმა ძალიან კარგად იცის როგორ ჩახუროს იქ დისტანცია და უკვე თავისი კრივით კომბინაციებით ასე ვთქვათ დააზიანოს ან დააფინიშოს მეტოქი და ისიც ვახსენე რომ მე არ მინახავს გიგა გალიასთან მიწვევ გიგა ძალიან კარგად ეხერხება რომ ეს აირიდოს ზოგადად ვერან ვერ იმწყდებს ხოლმე გიგას და ესეც ერთ-ერთი ფაქტორი იყო, რომ ეს როგორც წესი ვალეხოს ჭირდება ხოლმე ფინიშისთვის. აი ესე აფინიშებს ვალეხოსი როგორც წესი გალიასთან მიყავს და იქ. და აქაც ისე ხდებოდა, რომ ეს თითქოს არ გვემუქრებოდა, მით უმეტეს შემდეგ უკვე დაზიანებული ვალეხოსისგან არ იყო ეს მოსალოდნელი და თუმცა აი ნახეთ რაც მოხდა და დასანანი, ყველას დასანანი ის არის, რომ ეს შეცდომა, რა თქმა უნდა, შეცდომა იყო გიგასგან. ეს იყო აი არა რაღაცა ტაქტიკური შეცდომაც არ იყო, ტაქტიკურად შვენივრად მიყავდა გიგას წოლა, შვენივრად მიყავდა აი ესე რომ გაგრძელებული იყო და უბრალოდ გალიასთან არ ჩაეხურა დისტანცია. ვალეხოს გალიასთან არ მოეხელთებინა გიგა. შანსი არ იყო ჩემი აზრით იქ ვალეხოსისგან გამარჯვება. და მიზეზი რატომაც გიგამ დაუჭა ჩემი აზრით ყოველ შემთხვევაში და ახსნი რატო ვფიქრობ ეს არის აი სამწუხაროდ ისე და ისე გიგას აი ემოციურობის და ასე ვთქვათ ადამიანური ფაქტორმა იმუშავა და ახლა ახსნი რაც გულისხმობ თუ ნახავთ ამ ბრძოლას მიაქციეთ ყურადღება როდესაც ამზომი აჩვენებს 3 და 35 წამს აი აქედან ჩარტეთ მეორე რაუნდის 3 და 35 წერია სადაც უბრალოდ ცოტა ადრე მაპატიეთ 3 და 30-დან რო დაიწყოთ 36-დან ასე როდესაც ასე ვთქვათ იმას ურტყავს overhands კი არ მარჯვენას ურტყავს მიწვდება ვალეხოსი პირველი დარტყმის შემდეგ უკან დაიხევს გიგა, იქ მეორეც მოარტყა და ნაცვლად იმისა რომ გამოვიდეს, კიდე იქ არის საშუალება რომ გამოვიდეს. რომელიმე მხარეს გვერდზე გავიდეს და აღიდგინოს დისტანცია. ხო და ჩვეულებრივად გააგრძელოს ის დისტანციაზე ბრძოლა. გიგა აკეთებს, უშვებს ძალიან ხის შეცდომას, გიგა აკეთებს ეს შლის ეს ხელებს და ნუ ამას შეიძლება აკეთებენ ბრძოლები ამით ასე ვთქვათ, უფრო საჯებს აჩვენებენ, რომ ეს დარტყმა არაფერი არ იყო და არაფერი ზიანი. ანუ რომ გააუფასურონ მეტოქის დარტყმა და აი ფაქტია და დრო დაკარგა გიგამ აი ამ ხელების გაშლის მაგივრად უბრალოდ გვერდზე რო წასულიყო და უკან აღარ მიბჯენილიყო იმას ხო ჩვეულ არაფერი არ მოხდებოდა ნუ ეს რა თქმა უნდა ეს ყველაფერი გიგამ ჩემზე უკეთ იცის უბრალოდ ეს ისე და ისე მისმა ამ ემოციურ ფაქტორმა მოდი თქვათ სხვადასხვა ჩემ მეგობრებმა და კოლეგებმა ვისაც მიყავთ მე არ მეყავდა ეს ბრძოლა მეყავდა მინდიას და ბუჩოს აღნიშნეს კიდევ ბრძოლამდე და თუ ბრძოლის დაწყებისას არ მახსოვს ზუსტად ის რომ ძალიან ღელავს და დაძაბულია გიგავდა ის ასე იყო მაგრამ ეს ეტყობოდა გიგას და უბრალოდ სამწუხაროდ აი თავარი პრობლემა გიგამ რაც არის სულაც წაუვიდა კარიერა რამაც განაპირობა ეს და რომ ვერ ჯერჯერობით ხო ვერ დაბრუნდა კარგად გიგა ეს არის რომ აი ამ ემოციური დარტყმისგან ვერ გამოვიდა თითქოს და აქაც ღელავს თვითონაც ხდებოდა გიგა რომ ეს მეტოქე ისეთი იყო რომ დაძლებადი იყო მისთვის და შესაძლოა აი იმის გამო რომ ვალდებულად ეს ბრძოლა აუცილებლად მოეგო ამიტომ და თან რო იცოდა რომ შეიძლება მოეგო შეიძლება ეს იყო არ ვიცი რა იყო ყოველ შემთხვევაში ძალიან დაძაბული იყო გიგა და ეს მომენტი თავი რა საერთოდ არ ჭირდებოდა იქ ამის ჩვენებამ საჯებისთვის იმიტომ ეს დარტყმა ერთი ისეთი დარტყმა არ იყო რომ ყველაფერი გადაეწერა და ამ ერთი დარტყმით რაუნდი წაეღო ვალეხოს და მე რომც
ჩაითვალათ ეს დარტყმა მსაჯებს რაღაც მნიშვნელოვანი დარტყმა არაფერი არ იცვლებოდა ერთიდან. რაუდი ისევ დიდი ალბათობით მიქმნდა გიგა. საერთოდ არ იყო საჭირო ხელების გაშლა და მსაჯებისთვის ჩვენება რომ არაფერი ისეთი. ისევ დაინახავდნენ მსაჯები საკუთარ გვერდზე გასულიყო და ისევ დისტანციიდან ემუშავა. ფაქტიურად ამ დარტყმამდე მოდი ვაღიაროთ გიგა ბრძოლას იგე და ერთი ფეხით. ცოტა შეიძლება უტრირებას ვაკეთებ რა თქმა უნდა მარტო ერთი ფეხი არის, მაგრამ ძირითადად მუშაობდა მარცხენა ქიქი და აკეთებდა ყველაფერს. ჯერ ზღვიძი დაუზიანა, შემდეგ ეთხიქიც ზემოთაც ავიდა ბუნებრივია, იმიტომ რომ დააკვირდით ვალეხოსმა მას შემდეგ რაც ზღვიძი დაუზიანა გიგამ. მარჯვენა ხელი იმის შემდეგ უფრო დაბლა ქონდა ვიდრე თავიდან, იმიტომ რომ შიში ქონდა ამ ნატკენი ადგილის. თუმცა ნუ რაც იცავ ესეთი შეცდომა დავუშვით და დავისაჯეთ ძალიან ამიტოა დასანანი ახლა გასაგებია წაგება ყოველთვის დასანანი რომ ბრძოლა მიყვარდა ყველანაირად მიყვარდა და იდეაში რომ არა ეს ბავშვური შეცდომა მე დარწმუნებული რომ გიგა ამ ბრძოლას წაიღებდა. ყოველ შემთხვევაში მეორე რაუნდზე არაფერი დაღლისა გიგას ჯერ არ ეთყობოდა სავარაუდოდ ეს რომ არ ხვდარიყო მეორე რაუნდზე წაიღებდა და ნუ თუ დაღლა დაეწყობდა თავარია მესამე რაუნდში უბრალოდ არ დაფინიშებს რომ ერბინა გიგას დისტანცია წრეზე გვინახავს ასე ვგეთებიან. მებრძოლებს, ნუ დიდი მაქსიმუმი რაც შეიძლება მოხდარიყო, წაეგო მესამე რაუნდი და გადაწყვეტილებით მაინც 2-1 რაუნდებით დარჩებოდა გიგას. თუმცა ჩვენ ვიცოდით რომ ზოგადად ვალეხოსი თუ მოიგებდა უნდა მოიგო ფინიშით, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ვამბობ ამ მიზეზით. მოკლედ, რაოდენობრივად ვალეხოსი ვერ აჯობებდა გიგას. თუ აჯობებდა ვალეხოსი, მაშინ მანამდე აფინიშებდა. მაგრამ იქიდან გამომდინარე როგორი სცენარი წარმოვიდგინე ასეც იყო ის რაუნდ ნახევარი კი არა რაუნდი და მეორე რაუნდის ნაწილი სულთან ისე წარიმართა როგორც ვარაუდობდით და პრინციპში ცალკე ბრძოლა იყო გიგას მიქონდა ეს თუმცა არა უშავს პრინციპში ყველაფერი ხდება თავად გიგამ როგორც დაწერა შემდეგ ხდება ასეთ ცუდი რაღაცები სულ რა თქმა უნდა ყოველთვის სადღაც შეცდომა და ამის მიზეზი და ბუნებრივია გიგას ძალიან კარგად ხდება მაგრამ რაც ვიზავ თუდია რომ წელი ასე დავასრულეთ ზედიზედ 2 ქართული მარცხით, მაგრამ მე ვფიქრობ კარგია რომ წელი დასრულდა და იწყება ახალი წელი 2026 წელი, სადაც ვფიქრობ რომ ყველაფერი თავიდან დაიწყება, თავიდან გულისხმობ ქართველების ბრძოლების ათვლა, ასე ვთქვათ. და ბუნებრივია ქართველი მაყურებელი ველოდებით ძალიან დიდი ოპტიმიზმით ქართული MMA-ის მოყვარულები ველოდებით ძალიან დიდი ოპტიმიზმით 2026 წელს. დღეს ამით დაგემშვიდობებით წელს მე არ გემშვიდობებით კიდევ მექნება ვიდეოები საბოლოოდ ერთ ვიდეოში ალბათ შევაჯამებ ზოგადად წელს MMA-ის კუთხით და ნუ კიდევ ერთ ვიდეოს ალბათ ჩავწერ უშუალოდ რას უნდა ველოდოთ 2026 წელს არა მარტო ქართველი მებრძოლების არამედ ზოგადად ეს ველოდებით საინტერესო რა შეიძლება იყოს 2026 წელს საინტერესო და კარგი MMA-ის ზოგადად MMA-ის მოყვარულებისთვის დღეისათვის ეს იყო, იყავით ჯანზე, გამოიწერეთ ჩემი არხი და მაგრად.